მე ვარ ლაზარე კილაძე 10 წლის. ვსწავლობ მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე წელიწად ნახევარია ვთამაშობ არდაგანში. ჩემი მწვრთნელია ზაზა კირკიდაძე. ის არის ბავშვების მოყვარული, მეგობრული და მხიარული. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი მარჯვენა თავდამსხმელად და ახლა შევიცვალე პოზიცია. პოზიცია იმიტომ შევიცვალე, რომ ასე უფრო ვეხმარები გუნდს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. ისე, რა თქმა უნდა, მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 20 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი, როდესაც პენალი გავიტანე ცხრიანში. ჩემი საუკეთესო თვისებაა ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით თამაში. უკვე 5 ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მეორე შეჯიბრება, როდესაც პენალებში გავიტანე გოლი. ის თამაში დამთავრდა 3-3 და პენალები მოვიგეთ. მე ჩემს გუნდში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი გუნდია Manchester United და ჩემი საყვარელი მოთამაშეა მუჰამედ სალაჰი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 28 ნომრით. 8 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა კალათბურთელი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი სპაიდერმენი, რადგან გიჟივით დავხტოდი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან კარგი კლასელები მყავს და კარგი დამრიგებელი. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეა იაკო ჯინჭარაძე. მათ 3 რომ არიან: იოანე შურღაია და დემეტრე აბულაძე. ყველაზე მშვიდია ანდრია დიასამიძე. ყველაზე ცელკეა ნიკოლოზ მარზვანიანი. მე ვარ ყველაზე მხიარული და სიმპათიური. ვარ სიმპათიური და მყავს ლამაზი შეყვარებული. ცოლს მოვიყავი იქნები 24 წლის. შვილებს დავარქვე მარიამს, გიორგის და ევას. ჩემი საყვარელი საქმეა მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ჩემი დამრიგებელი ხათუნა ნიჟარაძე, რადგან ხსნის კარგად დავალებებს, მეგობრულია და იცავს მის კლასს. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, რადგან ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობ მე, ბებია, დედა, მამა, ძმა და მეორე და. ჩემი უფროსი და-ძმა სტუდენტები არიან და სწავლობენ თბილისში. მეტი და-ძმა არ მინდა, რადგან უკვე საკმარისია. ჩემი უმცროსი და არის 9 წლის და ქვია ბარბარე. ის არის პრანჭია, ჭკვიანი და მოხერხებული. ჩემი აზრით ბარბარე რომ გაიზრდება, გამოვა ავერსის მენეჯერი. მამიკო არის ჩემსავითი სიმპათიური, სტუმართმოყვარე და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მსრუნველი და ჩვენზე გადაყოლილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორანო. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს ხარჩოს. მიყვარს მულტფილმების ყურება და ჩემი საყვარელი მულტფილმია ტომი და ჯერი. მაგ მულტფილმში მინდა ვიყო ტომი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანებს გავხდიდი უკტავს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილია მომღერალი ლელა წურწუმია. ბედნიერება არის დედას ჩახუტება, ჩემი ოჯახი და მოულოდნელი სიხარული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.